ნომერი 2. ეშმაკის ბიბლია, ეგრეთ წოდებული კოდექს გიგას, რაც ლათინურად ნიშნავს გიგანტურ წიგნს, რომელიც დაარსდა მე-13 საუკუნეში, სავარაუდოდ ჩეხეთში. ეს სახელი ეწოდა იქიდან გამომდინარე, რომ წიგნში გამოსახულია ეშმაკის სრული ზომის პორტრეტი, სურათი ძალიან დიდია, 19 ინჩის სიმაღლე და მისი წონა 73 კილოგრამს აღემატება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითი ის არის, რომ წიგნი დაწერა ბენედიქტელმა ბერმა, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული. თავის გადასარჩენად მან აღთქმა დადო ეშმაკთან, რომ ერთი ღამეში შექმნიდა უდიდეს წიგნს, რომელიც თავად ეშმაკს დიდებას მოუტანდა. ექსპერტების თქმით, ამ ხელა წიგნის ხელით დაწერას 20 ან 30 წელი მაინც დასჭირდებოდა. თავად წიგნის არსებობამ შიშიც გააჩინა და კითხვის აკრძალვაც გამოიწვია. მაგრამ რას იწვევს მისი ფლობა? ან თუნდაც ზედმეტად ცნობისმოყვარე აღმოჩნდა ადამიანი? ეს იწვევს პირველი გონებრივად შეშლას, კოშმარებსა და უძილობას. ლეგენდის თანახმად წიგნს ენერგეტიკული დაცვა აქვს. ვინც დაუფიქრებლად შეეხება მას, შესაძლოა მოულოდნელად დაიმართოს უბედურება, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, რადგან ნაწარმოებაში ეშმაკისადმი მიძღვნილი გვერდებია, უცნაური შელოცვები და მაგიური ტექსტები. ზოგი თვლის, რომ წიგნთან კავშირი პირდაპირ იწვევს დემონურ ენერგიასთან შეხებას.